აქ რამე გაგაკვირვათ, რაც საქართველოში არ გვაქვს. რობოტული ქირურგია რუტინულად. რომელიც უკვე აქტიურად არის. როგორ აქტიურად იცი, რომ რა ვიცი, შეიძლება ღია წესით ოპერაცია წლები აღარც გაუკეთებიათ. ახლა ქირურგებს ვისაც ვიცნობ. დისტანციურად რო ხდებაო თუ რა ეს რა ვიცი, ჩემთვისაც ესეთი ძალიან მისტიური ოპერაცია იყო ბოსტონიდან გაკეთდა, აბუ-დაბიში იყო პაციენტი, რობოტის ხელები, ანუ რობოტული ქირურგიას ხო თავისი წესებია. იყო იქ ასევე ქირურგიული გუნდიც, არავინ არ იფიქრებს ერთი რობოტისა და ასე ვთქვათ, ვიღაცის ხარჯზე იყო, რომ ნებისმიერ გართულებას ქირურგიის გუნდი დააზღვევდა და ოპერატორი ქირურგიის და ბოსტონში და პულტი ჰქონდა იქ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი როდისმე ჩაანაცვლებს ექიმებს? ვერასოდეს, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ექიმებს დაასრულებს, პაციენტებთან ურთიერთობას გაადვილებს და განსაკუთრებით ონკოლოგიაში, როდესაც AI ჩაერთვება, ეს იქნება იდეალური შესაძლებლობა, რომ ის იგივე თუნდაც რაც ამერიკას პრობლემაა 360 მილიონი ადამიანში ხო ხდებით რაზე ვლაპარაკობ. ხელმისაწვდომობა აღმოიფხვრება სრულად. მაგალითად ChatGPT, რომელიც ახლა ყველას გენიოსი გგონია, სინამდვილეში სულ არ არის გენიოსი, ამ ნაწილში ხარ როგორც განიხილება ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა. ChatGPT იქნება მხოლოდ ისტორიის წერალი. შენ მოუყვები და ის სწორად დაგიწერს.